თებერვალს შუადღის საათებში ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თამაზ თბილისშვილს, ხოლო შემდეგ სხეულის სხვადასხვა ადგილზე, ქერდზე, ძირითადად ეს თავის და კისრის მიდამოში გამეტებით დაუწყო ფიზიკური ძალადობის მიღება. დანაშაული, რაზეც პროკურორი საუბრობს, 2025 წლის 18 თებერვალს თბილისში ორთაჭალაში მოხდა. იმ დღეს აცგარდაცვლილი 22 წლის თაზომ თივლიშვილის დაბადების დღე იყო და მან სამსახურის თანამშრომლები დაპატიჟა. რა დროსაც დაპირისპირება მოხდა მკვლელობაში ბრალდებულ 34 წლის გიორგი პაპაშვილსა და თაზომ თივლიშვილს შორის, რომელიც საზარელი მკვლელობით დასრულდა. მოწმეების ჩვენების მიხედვით, გიორგი პაპაშვილმა თივლიშვილს ხის დაფაჭა არტყა თავში, იატაკზე არტყმევინა თავი და მომაკვდა მდგომარეობაში მყოფი ბინაში ჩაკეტა. თავად კი იქ მყოფ სხვა თანამშრომლებთან ერთად ტერიტორია დატოვა და მიიმალა. მკვლელობის საქმეზე დაკავებულები არიან მოკლულის ის თანამშრომლები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. გამოძიება მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. დაკავებულების დაცვის მხარე ამბობს, რომ ისინი იძულებულები იყვნენ დანაშაული დაემალათ, რადგან მკვლელმა მათ თავისუფლება შეუზღუდა და აიძულებდა მასთან ერთად გადაადგილებას. შესაბამისად, არ მიეცათ საშუალება ამ მძიმე ამბის შესახებ პოლიციისთვის ეცნობებინათ. სამივე ბრალდებული, რომელიც ეხლა ბრალდებულის გამოძიის, ამ ყველაფერს უყურებდა ბატონო მოსამართლე და კიდევ მეოთხე, რომელმაც სამწუხაროდ დროებით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. აქ მარტო ხელი არის ნახმარი ბატონო მოსამართლე, ეს იყო სამზარეულოს დაფა ხის, რომელიც იმდოდით ჩაარტყა ბრალდებულმა გარდაცვლილს, რომ გადაწყდა შუაზე და ჩვენ ეს ამოვიდნენ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს უკვე ნამსხვრევები აღნიშნული დაფას. ბრალდებულმა კვლავ სისტემატურად მოასრულებდა ისევ აგზელებდა ფიზიკური ძალადობის განხორციელებას და უკვე იატაკზე რამდენჯერმე თავი დაარწმევინა თავად თამაზ თბილისშვილს, ის შემდეგაც ასევე ფეხი ჩაარტყა ორჯერ თავის არეში. შედეგად სამწუხაროდ თამაზ თბილისშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა და როგორც ალბათონ ეკაჭავლეშვილის გამოკითხვის ოფში არის ასახული, ბატონო მოსამართლე, დაზიანებულია თავის მთელი ბიძა. 4 ბრალდებულს, ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბარო ბაქიძეს და ბაირამ ალიგუსეინოვს პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. გიორგი პაპაშვილს კი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული პირებიდან 3 საქმის მთავარ ფიგურანტად სწორედ გიორგი პაპაშვილს ასახელებს. ბაირამ ალიგუსეინოვი მიმალულია. მას და გიორგი პაპაშვილს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. პროკურატურის ცნობით, ბაირამ ალიგუსეინოვმა ქვეყანა დატოვა.